ავსტრიაში, ვენაში წარმოდგენილია ლუკას კრანახის ცნობილი დილო, იუდითი ოლოფერნეს თავით. ესაა ბიბლიური ისტორია ძველი აღთქმიდან. კომპოზიცია ძალიან შემზარავია. ოლოფერნე ასურელი გენერალია, რომელიც ებრაულ ქალაქს ემუქრება, სადაც იუდითი ცხოვრობს. ქალაქი დანებებას აპირებს. ისინი მთლიანად ალყაში არიან მოქცეული, მაგრამ იუდითი მამაცურად შეიპარება მტრის ბანაკში. ის გენერლის კარავისკენ მიემართება. არსებობს ვარაუდი, რომ საქმე რაღაც ცდუნებასაც ეხება. ოლოფერნესმა მეტისმეტი დალია. იუდითი ისარგებლებს შემთხვევით, თავს მოკვეთს, ქალაქში დააბრუნებს და ასურეთის არმია გაიქცევა. კრანახი ისეთი სიზუსტით ხატავს მოკვეთილი თავის დეტალებს, რომ სავარაუდოა, რომ ის ანატომიურ დონეზე შეისწავლიდა სხეულის ამ ნაწილს. თუ კისერს დააკვირდებით, ხერხემლის მალებს დაინახავთ, რაც უბრალოდ შოკის მომგვრელია. ტილოზე წარმოდგენილია მართლაც ძალიან საინტერესო კონტრასტი ძალადობასა და ამ ლამაზ, ძლიერ მამაც, მაგრამ დახვეწილ ახალგაზრდა ქალს შორის. შეხედეთ მის ტანზე ნაკარგებს, სახელოებზე ნაკერებს, ხელსაბამებსა და ჩამოკიდებულ მარგალიტებს. მის ტანსაცმელსა და ქცევაში არის რაღაც ნამდვილად არისტოკრატიული. მხატვარი მარტინ ლუთერის ძალიან ახლო მეგობარი იყო. ზოგიერთი ხელოვნების ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ იუდითის ისტორია, რომელიც კრანახმა რამდენჯერმე დახატა, მნიშვნელოვანი იყო როგორც კათოლიკურ ტრადიციასთან წინააღმდეგობის სიმბოლო.